მოგესალმებით. ამ ეპიზოდში ვსაუბრობ ისევ კვანტურ ურთიერთობებზე, კვანტურ სულებზე, კონკრეტულად არხეტებსა და მაგირანებზე და ამ ეპიზოდში განვიხილავ ასევე კონკრეტულად შივაიტურ არხეტებსა და მაგირანებს, რადგან ამ სახეობაზე იყო მეტი მოთხოვნა, ხოლო ამ ვიდეოზეც თუ იაქტიურებთ და ამ ეპიზოდზეც დაწერთ უფრო კიდევ რა სახის არხეტები და მაგირანები უფრო გაინტერესებთ, მაშინ შემდეგ ეპიზოდებში შემოგთავაზებთ სხვა სახის არხეტებზე და მაგირანებზეც. თუ პირველად შემოხვედით ახლა ამ ვიდეოზე და ვერ ხვდებით რაზე არის საუბარი, ამ ვიდეოს აღწერაში იქნება ყველა წინა ეპიზოდი და ასევე ჩემს გვერდზე პლეილისტი იქნება კვანტური ურთიერთობები და იქაც ყველა ეპიზოდი დაგხვდებათ, ისე რომ არც ერთი არ გამოგჩათ, იმიტომ რომ ძალიან ვრცელი თემაა და რა თქმა უნდა, ერთ ესე ვიდეოში არ ეტევა ეს ყველაფერი, ცალ-ცალკე უნდა იყოს განხილული ძალიან ბევრი ასპექტი. ამიტომ აი მაგ პლეილისტში დაგხვდებათ ყველა ის ეპიზოდი, რომელიც გამოვა ამ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ახლა შივაიტურ არხეტებსა და მაგირანებს, არ გამკვირვებია, რომ ამაზე ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ასევე ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასაგები სახეობა არხეტებისა და მაგირანებისა, მით უმეტეს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც არ არიან შივაიტური არხეტები და მაგირანები, ყველაზე რთულად აღსაქმელია. თუმცა თუ ხართ შივაიტური არხეტი ან მაგირანი, მაშინ ძალიან დაგისინქრონდებათ ის ყველაფერი, რაზეც ახლა ვისაუბრებ და რაც სხვა ეპიზოდებში მაქვს განხილული ამ კონკრეტული სახეობის არხეტებზე და მაგირანებზე და შეიძლება თქვენი აუხსნელი შეგრძნებებიც კი იპოვოთ და დაარქვათ სახელები და მიხვდეთ რაში ყოფილა თურმე აქამდე საქმე. თუ წინა ეპიზოდები არ გინახავთ, აუცილებლად იმითი დაიწყეთ, იმიტომ რომ ამ ეპიზოდს უბრალოდ ვერ გაიგებთ. მაშას შევუდგეთ ახლა შივაიტურ არხეტებსა და მაგირანებს. როგორც წინა ეპიზოდში ძალიან მოკლედ ვახსენე, ასეთი არხეტებისა და მაგირანების ფუნქცია არის ჭუჭყისგან განთავისუფლება და გაწმენდა ადამიანების მარცვლების, რომლებიც აქ მოვიდნენ, ანუ სხვა არხეტებისა და მაგირანების, რომლებიც მოვიდნენ ამ სამყაროში რაღაცეების ცვლილებისთვის, ცვლილებების შემოსატანად უბრალოდ. შესაბამისად იმისთვის, რომ ადამიანმა, ანუ იგივე არხატმა და მაგირანმა, რომლებიც დაჯილდოებულები არიან იმ უნარით, რომ მათ შეუძლიათ რაღაცა ახალი შემოიტანონ ამ მატრიცაში, იმისთვის, რომ ეს მისია მათ განახორციელონ, საჭირო იყო მათი დაყოფა სხვადასხვა ეტაპებად და დაყოფილი არის ეს სამ ეტაპად, ანუ სამ სამყაროდ, ეს არის შივაიტური სამყარო, შემდეგ არის ვაიშნავური და შემდეგ ბრაჰმანული და თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს. წინა ეპიზოდში ვისაუბრე, რომ შივაიტური არხეტებისა და მაგირანების მთავარი ფუნქცია არის, აი სანამ მარცვალი რაღაცა ნაყოფს გამოიღებს და სანამ დაითესება, მანამდე აი ამ მარცვლის წმენდა, იმიტომ რომ მატერიალურ სამყაროში ძალიან ბევრი ილუზია, ძალიან ბევრი ასევე ტრავმები შეიძლება ქონდეთ არხეტებსა და მაგირანებს ბავშვობიდან, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე წინა ეპიზოდებში, ეს ადამიანები ბავშვობიდან გრძნობენ, რომ მათ რაღაცა დიდი მისია აქვს, რაღაცა არ ეწერებიან ამ სამყაროში, რაღაცა სხვაგან არიან და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ტრავმა და სხვა ადამიანების და ზოგადად სოციუმის მიერ მიუღებლობა შეიძლება ქონდეთ დაცინვა და თავიანთი განსხვავებული აზრებისა და ხედვების გამო. ამიტომ გარკვეულ ასაკს, როდესაც მიეტანენ, სადაც უკვე უნდა გამოიღვიძონ და მათი პოტენციალის რეალიზება უნდა დაიწყონ, იქ მათ ძალიან ბევრი დაგროვებული ნაგავი შეიძლება ქონდეთ ამასობაში, დაშენებული ამ თავიანთ პოტენციალს, რომლისგანაც ისინი უნდა გაიწმინდონ და სწორედ შივაიტური არხეტებისა და მაგირანების ფუნქციას წარმოადგენს პირველი წმენდა, ანუ პირველი გამოღვიძება. შესაბამისად, სწორედ შივაიტურ არხეტებსა და მაგირანებს შეუძლიათ ადამიანის ფსიქიკის ყველაზე ღრმა შრეებში ჩასვლა და იმ დემონების გამოღვიძება, რომელიც შიგნით არის. ამას სხვათა შორის გაუცნობიერებელი არხეტები და მაგირანები ძალიან ავტომატურად აკეთებენ, ანუ საერთოდ შეიძლება ვერ ხვდებოდნენ, რომ ამას აკეთებენ და აი თუ გაუცნობიერებელი ადამიანი ფიქრობს, რომ აი რატო ხდება, რომ ყველა პარტნიორი ვისთანაც ურთიერთობაში ვარ, რაღაცა დემონურ სახეს აჩენს მერე და დასაწყისში ყველაფერი კარგად არის და მერე უცებ დემონთან მაქვს ურთიერთობა. იმიტომ რომ შივაიტურ არხეტს და მაგირანს აქვს სწორედ ესეთი ძალა, რომ ადამიანი გადახსნას შუაზე და მასში არსებული ყველანაირი დემონი და ბნელი მხარე ამოატანინოს, ანუ ამოაღებინოს და რა თქმა უნდა ისევ ამ კონკრეტულ არხატზე და მაგირანზე გადაწყდება ისევ ხო ვინც ამას აკეთებს, ანუ სწორედ ის დაინახავს პირველი ამ დემონურ მხარეებს და სხვა არხატები და მაგირანები ამას ვერ დაინახავენ, იმიტომ რომ მხოლოდ შივაიტურ არხატებსა და მაგირანებს აქვთ ეს უნარი და ძალა, შეიძლება ითქვას, რომ თუ ეს არ არის გაცნობიერებული და მაღალ დონის განვითარებული არ არიან,
არიან, ენერგეტიკულად გრძნობენ, ინტუიციით გრძნობენ, აი სად უნდა ეძებონ, სად უნდა მიეჭირონ ადამიანებს, რომ აი ეს დემონური მხარეები გაიხსნას და ამოვიდეს, იმიტომ რომ ეს მხარეები მათ უნდა დაინახონ და უნდა დაამუშავონ რაღაცეები იმისთვის, რომ მე საკუთარი პოტენციალით რეალიზება შეძლონ. ამიტომ სწორედ შივაიტური არხეტები და მაგირანები არიან ყველაზე დაუნდობლები და თავის თავში შეიძლება სწორედ ეს მომენტის დაიჭირონ, რომ აი ვერ იტანენ ვერაფერს ყალბს და თუ ადამიანში დაინახავენ, რომ რაღაცა არის ყალბი, აი ისეთ სუსტ წერტილებში და ისე მტკივნეულ ადგილებში შეუძლიათ, რომ დააჭირონ, რომ აი სხვა რომ მაგას ვერ გაბედავს და გაბედოზეც არის საუბარი, შეიძლება ვერც დაინახონ სხვებმა, იმიტომ რომ სხვა ტიპის არხეტებისა და მაგირანების ფუნქცია ეს არ არის და საერთოდ არ აქვთ მათ ეს ხედვა. და აი ეს ტიპი, ანუ შივაიტური არხეტები და მაგირანები არიან აი ქირურგებივით რა, რომელიც ესე ნერვის აუტოკებლად რაღაცა სუსტ წერტილებში დაგაჭერენ, რაღაცას მოგაჭრიან და მოკლედ შენ სულთან ყველაზე ღრმა შეხებაში შემოდიან რა და რა თქმა უნდა ეს ერთი მხრივ ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ განსაკუთრებით არხეტებისთვის ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა მათი შესაბამისი, ანუ ისევ შივაიტური მაგირანი მათ სულის ძალიან ღრმა წერტილს ეხება. ეს არის ყველაზე ძლიერი კონექშენი, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ძალიან ნატიფი შეხება, ძალიან სიღრმისეული შეხება და როდესაც თან მაგირანი ხედავს ამ ბნელ მხარეებს და რომლისაც არეშინია და რომლისთან ამოტანა და გარდაქმნა შეუძლია. ანუ ეს არხეტი მამაკაცისთვის არის ძალიან სასიამოვნო შეგრძნება, მაგრამ ამავდროულად არის ძალიან რთულიც, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ადამიანები, ძალიან განვითარებულები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ამ ყველაფრის დანახვა და აღქმა და თვალის გასწორება შეუძლოთ და მე მუშაობა, ხო, ამ ყველაფერთან. ამიტომ ეს არ არის მარტივი პროცესი, ამას არხეტები და მაგირანები ძალიან ბევრი ცხოვრების განმავლობაში აკეთებენ და ნელა ვითარდებიან და ნელა უფრო მყარები არიან და უფრო ძლიერები არიან და უფრო ადვილად შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ თავდაპირველად განვითარების რაღაც საწყისებში ეს არის ძალიან მტკივნეული და ძალიან დამაბნეველი პროცესი, იმიტომ რომ ადამიანი ვერ ხვდება, რა ხდება, რა ჭირს, თან რაღაცა განსხვავებულია, თითქოს მისი ურთიერთობაც რაღაცა განსხვავებულია და ვერ პოულობს ახსნას და ეს ძალიან რთული მდგომარეობაა მისთვის. ასევე გარდა იმისა, რომ არხეტებს და მაგირანებს, კონკრეტულად შივაიტურ არხეტებს და მაგირანებს ერთმანეთის გარდაქმნა შეუძლიათ და სხვა არხეტებისა და მაგირანების ხო, მათ შეუძლიათ, რომ აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანზე ზუსტად იგივენაირად იმოქმედონ. უბრალოდ რა თქმა უნდა, ხა განსხვავება იქნება თუ გვაქვს წყვილი, არხეტი და მაგირანი შივაიტური, მაშინ რა თქმა უნდა, გარდაქმნები და ტრანსფორმაცია იქნება კოლოსალური და ძალიან სწრაფი და რაღაც აფეთქებებით და ფეირვერკებით და დაცემებით და აღდგომებით და გაფრენებით და თუ ეს არის უბრალოდ მეგობარი ან დროებით გადაეკვეთეთ ასეთ ადამიანს, ან თუნდაც რაღაცას კონსულტირებს და უბრალოდ კონსულტაციაზე მიხვედით, მაშინ რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის გადაკვეთა უფრო წერტილოვანი იქნება და შეიძლება ამხელა ფეირვერკები არ იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში არხეთთან და შივაიტურ არხეთთან და მაგირანთან გადაკვეთა იწვევს თქვენი სულის სიღრმეების რაღაცა ტრანსფორმაციას და ბნელი მხარეების ზედაპირზე ამოსვლას. ამიტომ ხანდახან ესეთი შივაიტი არხეტები და მაგირანები დემონებთან არიან გათანაბრებულები, იმიტომ რომ ერთი შეხედვით თითქოს მათთან ურთიერთქმედების დამყარების შემდეგ ძალიან ცუდად გრძნობთ თავს. იმიტომ რომ რეალურად ეს რაღაცა იხსნება ჩვენი სული და იქიდან ამოდის ათასი ნაგავი და უბედურება და ამიტომ ეს ერთი შეხედვით ჩანს, რომ რაღაცა ძალიან ნეგატიური გავლენა აქვს ამ ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაზე, თუმცა საერთო ჯამში ძალიან კარგ საქმეს ემსახურებიან, იმიტომ რომ თუ ეს გახსნა და ამ ბნელი რაღაცების ამოსვლა არ მოხდა, მაშინ არ მოხდება არის თქვენი უნიკალური პოტენციალის სამომავლოდ გაღვივება, რაც უკვე ვაიშნაურ არხეტებსა და მაგირანებში არის ფუნქცია, რომ მე ამ გასუფთავებული მარცვალი აღმოაცენონ და განავითარონ, აი მაგ ეტაპამდე ადამიანი ვერ მივა, თუ ეს პირველი ეტაპი არ გაიარა. შესაბამისად, შივაიტური არხეტები და მაგირანები უფრო მუშაობენ ინდივიდუალურად, ხო, თუ ავიღებთ, რომ მაგალითად
ეს ადამიანები არიან, არ ვიცი, რაღაცა სპეციალისტები და მუშაობენ კლიენტებთან, მაშინ უფრო ინდივიდუალური მუშაობა ხდება და არა მასებზე, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ ინდივიდში ძალიან ღრმად შეღწევა, ფსიქიკის ძალიან ღრმად წერტილებში შეღწევა და როდესაც ისინი მასებზე გადადიან და მასებზე აკეთებენ ორიენტირს, მაშინ ისინი ვეღარ ახერხებენ ასე ღრმად თითოეულ ადამიანამდე ჩასვლას და მიწვდენას. ამიტომ ზოგადად ასეთ ადამიანებს უყვართ ინდივიდებთან ერთ-ერთზე მუშაობა და არა მასებზე და მათი აი მთავარი წინა ვიდეოზე იყო კითხვები, რომ წინა ეპიზოდზე როგორ გავარჩიო, რომელი ტიპის არხატიან მაგირანი ვარ, ხო? შივაიტური არხატისა და მაგირანის რო კითხო რა არის მთავარი ცხოვრებაში და ყველაზე დიდი რა შეუძლია გააკეთოს, გეტყვის რომ ადამიანის ცნობიერების გარდაქმნა და რაღაც დაფერთხვა ადამიანის იმ ნაგვისგან და იმ ტოქსიკური რაღაცებისგან, რაც მას გააჩნია. შეიძლება ახლა სხვა სიტყვებით რა თქმა უნდა, მაგრამ იდეურად ზუსტად ამას გეტყვიან, იმიტომ რომ მათი ფუნქცია სწორედ ეს არის. ასევე ასეთი ტიპის არხატებსა და მაგირანებს შეუძლიათ რომ ადამიანი მოაქციონ შუნიაწის მდგომარეობაში. ეს არის ასევე ძალიან რთული მდგომარეობა, რომელიც ხატოვნად რომ აღუწერო გავს დაახლოებით, აი ჭაში რო ჩაგაგდონ, საიდანაც ვერაფრით ვერ ამხვალ შენი ძალებით და ამ ჭაში რო იყოს ყველგან სარკეები და ამ სარკეებში ხედავდე საკუთარ თავს, ოღონდ საკუთარი თავის იმ ვერსიებს, რომელიც არის შენში, რომელიც იყო დაფარული, რომელიც არის დემონური, ან რომელიც არის რაღაცა ტრამვული და გადაგვარებული, ხო? ანუ ამ შემთხვევაში მოდი დემონური სიტყვა არ გავიგოთ უშუალოდ, რომ დემონია ჩასახლებული, ხო? გულისხმობ ბნელ მხარეებს, რომელიც ადამიანში ცხოვრობს და ამ შუნიაწის მდგომარეობაში არხატებს და მაგირანებს ძალიან დიდი ხანი შეიძლება მოექცეთ ამ მდგომარეობაში მათთან ურთიერთქმედების შემდეგ, მით უმეტეს თუ ეს არის პირადი ურთიერთობის სახეობა, ანუ სადაც პირად სასიყვარულო ურთიერთობაში ხართ შივაიტურ არხატთან ან მაგირანთან, ან როცა ისინი ერთმანეთთან არიან ურთიერთობაში. და როდესაც მიდიან ესეთი ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან, აი სწორედ მაშინ ხდება ეს შუნიატის მდგომარეობა, სადაც აი რაღაცა ჩაგდებული ხართ ჭაში, არაფერი ახალი არ ხდება, ვერაფერს გარშემო ვერ ხედავთ, თქვენთვის ცხოვრება გაჩერდა, დეპრესიულ მდგომარეობას რა თქმა უნდა ეს გავს და თან მუდმივად უყურებთ საკუთარი თავის აი რაღაცა სხვადასხვანაირ ვერსიებს ამ სარკეებში, რომელსაც ვერ იღებთ და რომელთანაც ძალიან გაუცხოება გაქვთ, მაგრამ თან რეალურად უნდა გაერკვეთ და მიხვდეთ, რომ ეს თქვენი ნაწილებია და ამას ყველაფერს ჭირდება ჰილინგი, გარდაქმნა და ტრანსფორმაცია და სწორედ მაშინ დამთავრდება ეს შუნიაწის მდგომარეობა. შუნიაწის მდგომარეობა ასევე სხვა ადამიანებსაც შეიძლება დაემართოთ შივაიტურ არხატებთან და მაგირანებთან ურთიერთობის შემდგომ, შეიძლება ეს უბრალოდ მეგობრული ან დროებითი გადაკვეთა იყოს, მაგრამ შეიძლება რომ მოაქციონ არხატებმა და მაგირანებმა კონკრეტულად შივაიტურმა შუნიაწის სხვადასხვა ადამიანები, რომელთანაც თუნდაც ზედაპირული გადაკვეთა შეიძლება გქონდეთ. თუმცა ცოტა უფრო გაცნობიერებული და განვითარებული არხატები და მაგირანები შივაიტური სახის, ხო? ასევე ძალიან სწორად არჩევენ რომელ ადამიანებთან დაიწყონ მუშაობა და რომელთან ჯერ არ ღირს მუშაობა და ჯერ არ არიან მზად რომ აი ესეთი სამუშაოები ჩატარდეს. ამიტომ ისინი ზოგჯერ ინტუიციურადაც არჩევენ ხოლმე, რომ ზოგ ადამიანს არ შეეხებიან, თუმცა ისინი ყოველთვის ხედავენ ადამიანში იმ ღრმა რაღაცა სფეროებს, ადამიანის ცნობიერებისა და ქვეცნობიერებისა და სულის სიღრმეებს, რომელიც მასშია და შეიძლება საერთოდ არანაირი გავლენა და არანაირი манипуляция თქვენთან არ ჩაატარონ, მაგრამ ისინი ყოველთვის ხედავენ თქვენს სულს და თქვენ სულის სიღრმეში არსებულ იმ ბნელ და დემონურ მხარეებს. მაგრამ ეს მათ არ აშინებთ, პირიქით ეს არის მათი საქმე და ძალიან უხარიათ, როცა გარდაქმნიან ადამიანებში სწორედ ამ ბნელ რაღაცებს და სხვათა შორის, როდესაც არხატები და მაგირანები თქვათ შორდებიან ერთმანეთს და ერთმანეთში გაწმინდეს ეს რაღაცა დემონური მხარეები და მერე წლების მერე ან შეხვდებიან ერთმანეთს ან სადმე მოკრავენ ერთმანეთს თვალს და დაინახავენ, რომ ეს ადამიანი უკვე გაწმენდილია იმ რაღაცა ნეგატივისგან, რომელიც მათ ჰქონდათ, როცა მათთან ჰქონდათ ურთიერთობა, ძალიან უხარიათ ხოლმე. ამას შეიძლება ესე ცნობიერად ვერ აღიქვამენ, მაგრამ
რაღაცნაირი სიამაყის შეგრძნება აქვთ ხოლმე, რომ აი ეს ადამიანი ახლა ამ თავის პოტენციალში რეალიზებული რო არის რაღაცა კუთხით, რომ მისი დამსახურებაა. ამას გრძნობენ მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ურთიერთობის განმავლობაში ძალიან ცუდად შეიძლება იქცეოდნენ და სწორედ იმ რაღაცა ნეგატიურ და რთულ წერტილებში ურტყამდნენ და რეალურად მატერიალური გადმოსახედიდან რო შევხედოთ, კარგი არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ რაღაცნაირად გრძნობენ და ხედავენ, რომ აი ეს მეორე ადამიანი, რომელიც გაატარეს ამ ჯოჯოხეთს, რომელსაც მათთან ურთიერთობაში აუცილებლად გაივლით და მერე აი ეს გაიწმინდნენ და ამოვიდნენ აი ამ ჭიდან, შუნიაეწის მდგომარეობიდან და თავიანთი პოტენციალით დაიწყეს რეალიზება, სწორედ აი ძალიან დიდი სიამაყე აქვს და ძალიან უხარიათ ხოლმე შემდეგ და თვლიან, რომ მათი დამსახურება და რეალურად ასეც არის, თუმცა ფიზიკური გარემოებებიდან გამომდინარე, რომ კითხოთ ერთი რა გამიკეთე, რა თქმა უნდა, ვერაფერს ხელმოსაჭრელს ესე ვერ გეტყვით და ვერ თქვენ შეიძლება ვერ აღიქვათ, მაგრამ რეალურად ეს მათი დამსახურება არის მართლა. სხვათა შორის შევაიტური არხატები და მაგირანები სწორედ მაშინ მიდიან მეორე ადამიანის ცხოვრებიდან, სხვა არხატების და მაგირანების ცხოვრებიდან, როდესაც ისინი ხედავენ, რომ ის სიბნელე და ის ნაგავი, რომელიც მათ უნიკალურ ნათებაზე და პოტენციალზე არის გარედან შემოხვეული, როდესაც უფრო ნაკლები ხდება და მცირდება, ვიდრე მათი ნათება. აი როგორც კი მეორე მხარე, ანუ ამ შემთხვევაში ვისაც აქვს ურთიერთობა შევაიტურ არხატთან ან მაგირანთან, იწყებს გამონათებას და ამ შუნიაწიდან გამოსვლას და აღდგენას და თავის პოტენციალში განვითარებას, სწორედ მაშინ ანებებენ ხოლმე თავს და მიდიან თავის გზაზე, იმიტომ რომ მათი მისია შეასრულეს და ახლა მეტი საქმე იქ აღარ აქვთ და ამიტომ სწორედ მაშინ ხდება ხოლმე ასეთი წყვილის დაშორება. ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც შევაიტური არხატები უშვებენ ხოლმე, არის ის, რომ შევაიტური არხატები, ზოგადად შევაიტური არხატების და მაგირანების და ზოგადად ყველა არხატი და მაგირანი თავის თავში გრძნობს ძალიან დიდ პოტენციალს და იმას, რომ ისინი ტყუილად არ არიან დედამიწაზე მოსულები და ძალიან დიდი საქმისთვის არიან მოსულები. შესაბამისად, მათ ასევე ძალიან დიდი ცოდნა აქვთ, რომელიც გინდა ქვეცნობიერი დავარქვათ, გინდა კოლექტიურ ცნობიერებაში არის დალექილი მათთვის და ისინი გრძნობენ, რომ ყველა ცოდნა არის მათში. შესაბამისად, არხატები, ამ შემთხვევაში შევაიტური არხატები, უშვებენ ძალიან ხშირად იმ შეცდომას, რომ თვლიან, რომ ეს ცოდნა ყველაფერი უკვე მათშია და მათ აღარ ჭირდებათ არაფრის სწავლა და პრაქტიკაში გადმოტანა. ამიტომ ისინი თავიდანვე იწყებენ სხვებისთვის რაღაცების სწავლებას და არ არიან მიდრეკილი იმისკენ, რომ ჯერ ის ყველაფერი, რასაც გრძნობენ, რომ იციან, თვითონ გაიარონ პრაქტიკაში. რაც შეეხება შევაიტურ მაგირანებს, იქ ცოტა სხვანაირად არის საქმე, იმიტომ რომ მაგირანები უფრო მიდრეკილები არიან იმისკენ, რომ ნებისმიერი ცოდნა, რომელიც მათ გააჩნიათ ინტუიციურად, ეს პრაქტიკაში განიცადონ, გაიარონ და მხოლოდ მერე გააზიარონ. ამიტომ ხშირად ხდება ხოლმე, რომ შევაიტური არხატების განვითარება და გამოღვიძება შეიძლება რაღაც დიდი ხანი გაგრძელდეს და დიდი ხანი მოუწიოთ შევაიტურ მაგირანთან გადაკვეთა ან რამოდენიმე ასეთთან გადაკვეთა, იმიტომ რომ ეს გაკვეთილი მათ უნდა ისწავლონ და გაიგონ და სხვათა შორის ასევე არხატების ყველაზე დიდი მტერი რაც შეიძლება მათ დროს სამყაროში ყავდეს, ესენი არიან არხონტები. ახლა ამ თემას ძალიან არ გავავრცობ, უბრალოდ მარტივად ვიტყვი, რომ არხონტები ესენი არიან არსებები, რომელიც ბრაჰმას ცოლმა შექმნა, სწორედ იმიტომ, რომ არხატები მოეყვანა ცოტა გონს, იმიტომ რომ არხატებს გამომდინარე იქიდან, რომ ეს ამ ცოდნის და რადგან გრძნობენ აი ამ ცოდნას და აი ამ რაღაცა დიდ პოტენციალს თავის თავში, ცოტა თავში უვარდებათ ხოლმე ესე მარტივად რომ ვთქვა და ამის გამო ცოტა ეგოცენტრიზმში და რაღაცა იმაში გადაზდიოდათ ხოლმე ისტორიების განმავლობაში თავიანთი ეს პოტენციალი და ნიჭი და ყველაფერი. ამიტომ ბრაჰმას ცოლმა შექმნა არხონტები, რომლებიც არიან ასე ვთქვათ არხატებისთვის სტარინგ პარტნიორები, მარტივ ენაზე რო ავხსნა, რომლებიც მათ ეხმარებიან, რომ აი თავში კი არ აუვარდეთ, არამედ რეალურად იმ რაღაცა სირთულეებს შეეჯახონ და დაინახონ რეალურად თავის თავში ის ნაკლოვანებები, რომელზეც სამუშაო აქვთ და ეს ხდება სწორედ არხონტებთან ურთიერთქმედების ხარჯზე.
და არხონტები არიან აი გენიალურად შექმნილები, იმიტომ რომ არხონტებს აქვთ უნარი, რომ ზუსტად იგივე ძალები ქონდეთ და უნარები ქონდეთ და დარგსაიდები ქონდეთ, როგორიც აქვთ არხატებს და თავიანთივე იმ ყველაფრით ებრძოლონ, რაც თვითონ აქვთ რა, ანუ სარკესავით მუშაობენ. და შესაბამისად, როგორც კი არხატი თავის თავში ამუშავებს გარკვეულ შიშ თუ კომპლექს თუ ნებისმიერ რაღაცას, რაც დასამუშავებელი იმ არხონტშიც ის რაღაცა ეცლება და შესაბამისად საბრძოლველი აღარაფერი აღარ არის და ეგრევე ეშვებიან მერე არხონტები არხატებს. და შესაბამისად აი ეს კიდევ ერთი დაბრკოლება აქვთ ხოლმე არხატებს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მათ მართლა იმ ხელ პოტენციალი აქვთ და ეს მართლა ასე არის უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ადამიანები მატერიალურ სამყაროში ემოციებს მიუყევართ ხოლმე ხანდახანდა, როდესაც არხატი ხედავს, რომ თავის თანატოლებზე ასე თავით მაღლა დგას რაღაცა ფილოსოფიით, ცოდნით და იმითი და ამითი, ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა ხდება აქ მათი იმპულსის გამრუდება და თავის საქმიდან გადაუხვევენ ხოლმე ან ზედმეტად იყენებენ საკუთარ ძალაუფლებას. ამიტომ სწორედ ესეთი დასაბალანსებელი ენერგიაც არის შექმნილი სამყაროში. სხვათა შორის ასევე წინა ვიდეოს ბერმ მომწერა, რომ პირადში იყო შეტყობინებები, რომ აიცი რა თითქოს გრძნობ, რომ არხატი ვარ, მაგრამ თან არ ვარ, ან თან თითქოს გრძნობ, რომ მაგირანის ენერგიები მაქვს, მაგრამ თან არ მაქვს და ამასაც მინდოდა რომ ამ ეპიზოდში გამეცა პასუხი, რომ არხატებად და მაგირანებად ჩამოყალიბება ხდება დროთა განმავლობაში. ანუ არხატები და მაგირანები არიან უბრალოდ ტალღოვანი სულები, ესე არქმევენ მას ერთ-ერთი წოდებით, რომლებიც არიან უბრალოდ მოსულები ამ სამყაროში იმისთვის, რომ განვითარდნენ და მერე სამყარო გარდაქმნან და შეცვალონ. თუმცა თვითონ არხატებად და მაგირანებად ჩამოყალიბება და მერე კიდე განვითარება ამ გზაზე, ეს უკვე ბევრი ცხოვრების და ბევრი გამოცდილების ამბავი არის. ამიტომ ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ თქვათ შეიძლება ისეთ ადამიანში ჯერ არ იყოს გამოღვიძებული ეს მაგირანის ან არხატის მხარე, მაგრამ თუ ეს თემა ზოგადად თქვენთან რამენერად სინქრონირებს, გაინტერესებთ, უსმენთ, ხო, აი აქამდე თუნდაც ამ ეპიზოდს უსმენთ და თქვენთვის საინტერესო ეს მას ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ტალღოვანი სული, რომელიც სწორედ ამ გზაზე დგას, უბრალოდ განვითარების რა ეტაპზე ხართ და როგორ ხართ, რა თქმა უნდა, ამას ახლა შორიდან მე ვერ გიპასუხებ. ხო, მაგრამ რეალურად ჩანასახი ის რომ თქვენ მატერიალური სული არ ხართ და შაქტის ენერგიით ხართ მოსული, ეს ცხადია. უბრალოდ ვინ რა განვითარებაში ხართ, რა გზაზე ხართ და ასე შემდეგ, ეს უკვე ძალიან ინდივიდუალური საკითხია. ამიტომ თუ თემა თვითონ თქვენთვის ილინკება და სინქრონირებს, მაშინ უეჭველი ხართ არა მატერიალური ცხოვრებისთვის მოსული, არამედ ტალღოვანი სულები, რომლებიც კვანტური გარდაქმნებისთვის ხართ მოსული დედამიწაზე. შივაიტური არხატები და მაგირანები უფრო მუქი ფერებით არიან ხოლმე გამოვლენილი, შეიძლება ქონდეთ მუქი ფერის თვალები, თმა ან კანისფერი, ან აი შეიძლება მაინც და მაინც მუქი არ იყოს, მაგრამ აი რო შეხედავთ რაღაცა ცოტა dark რო არის მათში, ცოტა ესეთი შეგრძნება შეიძლება დაგიტოვონ განსაკუთრებით არხატებმა, იმიტომ რომ არხატები ძალიან დიდი ქარიზმით არიან დაჯილდოებული, შივაიტური არხატები, იმიტომ რომ მათ ისეთი რთული სამუშაოები აქვთ შესატარებელი იმ ადამიანთან, რომელიც მათთან მივა და მათთან ურთიერთობაში იქნება, რომ ძალიან დიდი მიზიდულობა აქვთ საკომპენსაციოდ, რომ მას ვერ მოწყდეს ის მაგირანი, რომელიც მასთან მივა თავისი ბნელი მხარეების გასახსნელად და დასამუშავებლად და აი ხშირად შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ აი უძირო თვალები აქვს, ან ვიძირები მის თვალებში, ან მაშინებს როცა თვალებში უყურებ, ან შავი ხვრელივით არის მისი თვალები, ან აი რაღაც ესეთი მზერა აქვთ მართლა სულში, რომ ჩაგხედავენ და გაყინავენ რაღაცნაირად. ხშირად შეიძლება არ მოგინდეთ კიდეც მათთან თვალებში ჩახედვა, იმდენად რაღაც აი ცოტა საშიშად სიღრმე და რაღაც სიბნელე შეიძლება დაგხვდეთ, მაგრამ ეს ბნელი იმ გაგებით არ ვამბობ, რომ რაღაცა ცუდი, იმ გაგებით, რომ იდუმალი და იმ გაგებით, რომ რაღაცა გასაიდუმლოებული და რაღაცა ღრმა, რომელთანაც ყველას არ აქვს წვდომა. შივაიტურ არხატებსა და მაგირანებს შეიძლება ბევრი მაგირანისა და არხატის გააქტიურება მოუწიოთ ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე შეიძლება ბევრი ურთიერთობა გქონდეთ სხვადასხვა სახის არხატებთან და მაგირანებთან, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაზე ძლიერად ისინი ერთმანეთთან მუშაობენ, იმიტომ რომ დროში ყველაზე ეფექტური სწორედ შივაიტური არხატისა და მაგირანის ურთიერთობა
ურთიერთობა, რადგან ძალიან სწრაფად მიდის პროცესები, მაგრამ სამაგიეროდ ბევრად უფრო რთულიც არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროცესი ხდება და ფაქტურად მათ შორის არ არის რაღაცა ეს პაუზები და ცოტა მშვიდი პერიოდები, ან ძალიან მცირე არის ასეთი. თან თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ შივაიტური მაგირანის შაქტის ენერგია არის, არ ვიცი, რაღაცა ფეერვერკივით და მოვარდნილი ცუნამივით, რა თქმა უნდა, მათი ურთიერთობაც არის ძალიან არასტაბილური. სხვათა შორის თითოეული მათგანი შივაიტური არხატიც და შივაიტური მაგირანიც არიან ძალიან არასტაბილურები. ანუ მათი მთელი ემოციური ფონი და ცხოვრების ხაზი არის აღმასვლები და დაღმასვლები და სწორედ მათ შეუძლიათ, რომ ძალიან ქვესკნელშიც ჩავიდნენ და ძალიან მწვერვალზეც ავიდნენ და სწორედ ეს არის მათი აქედან იღებენ სხვათა შორის სიამოვნებას, როგორც არ უნდა იძახდნენ, რომ სიმშვიდე უნდათ, ეს ასე არ არის, რეალურად არ უნდათ სიმშვიდე, იმიტომ რომ მათი ფუნქცია სწორედ ის არის, რომ აი იმ დაცემებში და ქვესკნელებში ადამიანები გამოაფრთხილონ და აიყვანონ ზევით და ამიტომ მათ მოსწონთ ასეთი დაცემები და აღდგენები და სადაც პრობლემებია და სადაც ადამიანებს უჭირთ მენტალურად და შინაგანად ემოციურად, სწორედ იქ არიან ესეთი ადამიანები, იმიტომ რომ ეს არის მათი საქმე. სტაბილურად ცხოვრებაც უჭირთ, თუნდაც ავიღოთ მაგირანი, ხო, რომელსაც ეს შაქტის ენერგია ძალიან არასტაბილურად აქვს, ანუ შეიძლება მოვარდეს ცუნამივით და ისეთი შაქტის ენერგია ქონდეს რაღაცა დღეები, რომ არ ვიცი, საოცარ ფრენებში იყოს და მე შეიძლება ერთიანად გამოეცალოს და დაენარცხოს. ამიტომ შაქტიანული მაგირანის ხასიათიც, ფსიქიკაც და შინაგანი სამყაროც ძალიან რთული არის და შესაბამისად მის წყვილში თუ არის შაქტიანი კი არა და შივაიტური არხატი, მათთვისაც ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ ერთის მხრივ, როდესაც მაგირანს მოზღვავებლად აქვს ეს შაქტის ენერგია, მართლა რაღაცა 64-ში შეუძლია აგიყვანოს და როდესაც არ აქვს, შეიძლება დაქცეს კიდეს. თან წინ ეპიზოდებში იმაზეც ვისაუბრე, რომ შივაიტურ არხატს კი არა და მაგირანს აქვს მხოლოდ ის უნარი, რომ თუ ის ძალიან გამოიფიტა და ძალიან დაენარცხა და არხატმა მას ძალიან ბევრი შაქტის ენერგია წაართვა და უკან არაფერი არ დაუბრუნა, ანუ ისევ ეს გარდაქმნილი შაქტის ენერგია, მაშინ შევაიტურმა მაგირანმა შესაძლებელია, რომ მინუს პოლუსში გამოავლინოს თავის შაქტის ენერგია და უკან წაერთვას თავის არხატს ეს ენერგია და ამ შემთხვევაში არხატი ექცევა კაიგალის მდგომარეობაში. ამასაც წინა ეპიზოდში ვისაუბრე უფრო ვრცლად, რაც ნიშნავს ჯოჯოხეთის გავლას, ანუ ფაქტიურად, როდესაც ქალი მაგირანი მამაკაც ართმევს შაქტის ენერგიას, ან უბრალოდ უწყվեց, ხო, თუ სხვა არხატებზე და მაგირანებზე ვისაუბრებთ, ისინი არ ართმევენ უკან, მაგრამ შეიძლება შეწყვიტონ უბრალოდ, ხო, გამომუშავება. ეს მამაკაცისთვის, ანუ არხატისთვის არის ჯოჯოხეთის ტოლფასი, იმიტომ რომ ის რომ ერთხელ იგემებს ქალის შაქტიანულ ენერგიას, ანუ მაგირანი ქალის შაქტიანულ ენერგიას, შემდეგ ის ვარდება ამ ენერგიის შიმშილში, რომელსაც ქვია კაიგალა და ეს არის ჯოჯოხეთის მდგომარეობა. თუმცა მაგიან ქალს არხატი მამაკაცი შეუძლია, რომ თუ შევაიტურს ამეთუმეტეს საუბარი, რომ იმ ხელა შაქტის ენერგია მისცეს, რომ მართლა ჰაერში აიყვანოს ანგელოზებთან და ასევე როგორც კი გამოართმევს, ან წაერთმევს, ან დაუკეტავს ამ ენერგიას, რა თქმა უნდა, იმის შესაბამის უფსრულშიც შეუძლია, რომ ჩააგდოს და კაიგალის მდგომარეობაში მოაქციოს. ხშირ შემთხვევაში შივაიტურ არხატებთან და მაგირანებთან ურთიერთობა ხო ესეთი ძალიან რთული და ინტენსიურია, მაგრამ ამავდროულად იმდენად მიმზიდველია, რომ სწორედ მათთან შეგიძლიათ ყველაზე მაღალი უნეტარესი მდგომარეობების განცდა და ასევე ყველაზე დაბალი ქვესკნელის მდგომარეობების განცდა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებში, იმ არხატებში და მაგირანებში, ან თუნდაც ჩვეულებრივ მიწერ ადამიანებში, ვისაც აქვთ მათთან ურთიერთობა, ყოველთვის აღიქმება, რომ ეს არის აი ერთადერთი, ვინც ყოველთვის მეყვარება, ან ერთადერთი, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ჩემს ცხოვრებაში და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ურთიერთობა ძალიან რთულია, მაინც ვერ წყდებიან ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მათი მუშაობის პრინციპი არის ძალიან მიმაჯაჭვებელი და ძალიან გაჯაჭვებს ზოგადად ასეთ ადამიანებზე ის, რაც შეუძლიათ, რომ მან გააკეთო თქვენთვის. მაგრამ როგორც წესი, როგორც თქვი, განსაკუთრებით შევაიტურ არხატებს და მაგირანებს ძალიან უჭირთ ერთ კონკრეტულ
ურთიერთობაში ყოფნა, იმიტომ რომ მათი ენერგია არის ფეერვერკებივით და განსაკუთრებით შევაიტური არხეტებსა და მაგირენებში ეს იმდენად გამოხატულია, რომ თვითონაც ვერ უძლებენ ხოლმე ვერც თუნდაც აი შევაიტური არხატი ხო ძალიან არასტაბილურია და აი რა ვიცი ქვესკნელში შეუძლიათ ჩასვლა და დემონებთანაც გარიგება და ნუ რა ყველაფერი შეუძლია. ყველაზე ასე ვთქვათ უჩარჩო არხატები და მაგირანები არიან აი დაუკრეფოებში გადასვლა შეუძლიათ ზევითაც და ქვევითაც. და მიუხედავად მაგისა, რომ ეს ფუნქცია ორივეს აქვს შევაიტურ არხატსა და მაგირანსაც, მაინც ურთიერთობაში კიდევ უფრო რომ მრავლდება ეს ყველაფერი და ბევრდება, მაინც ძალიან უჭერთ ხოლმე და თან გარბიან ერთმანეთისგან და თან ვერც გარბიან და მაინც ერთმანეთს ძალიან მინჯაჭულები. ამიტომ ყველაზე სწორი აღქმა ამ სიტუაციის იქნება, რომ თუ გეცნობათ ახლა თქვენი თავი და ყოფილ ხართ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობაში, არის ის, რომ უბრალოდ გვესმოდეს, რომ ეს ადამიანები არიან კონკრეტული ფუნქციის მატარებლები, რომ თქვენში უნდა გაეხსნათ ის რაღაცა დემონები და ამოსულიყო ძალიან ბევრი დალექილი ნეგატივი და ეს ფუნქცია ქონდათ და შესაბამისად თუ ეს ფუნქცია შეასრულეთ და თქვენ გაიარეთ ის თემები, რაც უნდა გაგევლოთ და შუნიაწის მდგომარეობიდანაც გამოხვედეთ, მაშინ ეს ურთიერთობა დასრულებულია და თქვენ ახლა უნდა გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე და რა თქმა უნდა ისევ ამ ადამიანს აღარ უნდა დაუბრუნდეთ. ვიზუალურად და ენერგეტიკით შევაიტური არხეტები და მაგირანები ყოველთვის რაღაც მისტიურ ელფერს ატარებენ ხოლმე, მათი ფერები არის უფრო მუქი, ტონალობები, ჩაცმის სტილიც უფრო მუქია, ხოლმე მისტიურია და ზოგადად მათ უყვართ რაღაცას მეჯიკობები, ანუ აი რაღაცა სასწაულების მოხდენა უყვართ, ზოგადად მუდმივად ეძიებიან სასწაულებს და სუსასწაულების ძიებაში არიან, ანუ მათ არ ჭირდებათ რაღაცის ლოგიკის მიგნება, როგორც მაგალითად ბრაჰმანულ არხატებსა და მაგირანებს, ხო, არ ჭირდებათ რაღაცის ლოგიკა იცოდნენ, რაღაცის ფორმულა იცოდნენ, ან რაღაცა ტექნიკური ცოდნა ქონდეთ, ანუ მათ ჯერათ სასწაულების და ძალიან უყვართ სასწაულების მოხდენა და ეს სხვათა შორის თავის დაუნებურებითაც გამოსდით ხოლმე, იმიტომ რომ თვითონ მათი ენერგეტიკა არის ისეთი, რომ ავტომატურად თქვენს ცხოვრებაში სასწაულებს მოახდენენ და ეს რაღაც სურპრიზის და სასწაულის ეფექტი მათ ძალიან უყვართ ხოლმე. ძირითადად გატაცებულები არიან მისტიციზმით, მაგიით შეიძლება იყვნენ გატაცებულები ან სხვადასხვა ოკულტური თემებით ან შემეცნებით თემებით ან სწავლებებით ან შეიძლება მედიტატორებიც იყვნენ ან მოკლედ ძალიან ადვილად ეცნობიან და ადვილად იღებენ თავის თავში და თავის ცხოვრებაში ყველაფერს მისტიურს, რასაც არ აქვს ახსნა, რომელიც დედამიწურად იქნებოდა მოწოდებული, ხო, თუნდაც იგივე როგორ აიხსნება ის, რომ მედიტირებ რაღაცა კარგი ხდება ტვინში, ახლა ეს ბოლო დროს კი აღმოჩნდეს მეცნიერება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ბრმად რომ იყვებიან რაღაცა პრაქტიკას, რაღაცა სწავლებებს, რაღაცა ოკულტურს, ისეთ აი ალქიმიურ რაღაცებს, რაც აუხსნელი არის ესე ფიზიკური კანონებით, აი ესეთი რაღაცები მათ ძალიან იტაცებთ და ჰილინგში არიან ხოლმე ძალიან ხშირად ასეთი ადამიანები. თუმცა სხვადასხვა პროფესიაში შეიძლება იყვნენ, აბსოლუტურად ნებისმიერ პროფესიაში შეიძლება იყვნენ ასეთი ადამიანები და რა თქმა უნდა გააჩნია მათ განვითარების დონეს, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ხა მაგალითად არხატი, რომელიც ეხლა ყალიბდება არხატად და უბრალოდ ტალღოვანი სულია, ჩვეულებრივი შეიძლება დურგალი იყოს პირობითად, მაგრამ იმ თავის თანამშრომლებთან და რაღაცა ვიწრო წრეში ახდენდეს ამ სასწაულებს და გარდაქმნებს, ხო? ანუ ყველას ჩვენი განვითარების დონიდან გამომდინარე გვეძლევა ის არეალი და გასაქანი, რომელზეც შეგვიძლია რომ გავუქაჩოთ. ასე რომ თუ გინდათ რაღაცების ტრანსფორმაცია ზოგადად ცხოვრებაში და რაღაც ტრავმებისგან განთავისუფლება, საუკეთესო მასტერები იქნებიან თქვენთვის შევაიტური არხატები და მაგირანები და როგორც წესი პროფესიულადაც ეგეთ სფეროებში არიან, რომელიც გეხმარებათ ტრანსფორმაციაში და გაწმენდაში და ძალიან ადვილად შეგიძლიათ მიაგნოთ. შორიდან შეიძლება ცოტა საშიშად ჩანდნენ, იმიტომ რომ რაღაცა ესეთი იდუმალი და ცოტა ბნელი ელფერი დასდევთ ხოლმე და ეს თვალებით შეიძლება ცოტა საში ქონდეთ, მაგრამ რეალურად ზოგადად ეს სამყარო შევაიტური სამყარო და ეს ყველაფერი რასაც ყვები საშიში არ არის, უბრალოდ იდუმალია და უბრალოდ ის ნაწილია, რომლის დანახვაც ადამიანებს ზოგადად არ გვინდა და არ გვეკომფორტულება, თორე რეალურად ეს არის სწორედ საწყისი, საიდანაც მერე არხატები და მაგირანები იწყებენ გამოფხიზლებას და მხოლოდ
შემდეგი ეტაპია უკვე მათი პოტენციალის რეალიზაცია. წინა ეპიზოდშიც მოვიყვანე მაგალითები, მაგრამ აქაც ვიტყვი, რა თქმა უნდა, ესეთი შევაიტური არხეტებისა და მაგირნების მაგალითები ცნობილი ადამიანებიდან არიან მაგალითად კიანუ რივზი ნეოს როლში, როგორც ფილმში მატრიცაშიც შევაიტურ არხატს ასრულებს და თვითონაც ეს მსახიობი არის შევაიტური არხატი. ქალებიდან პენელობა კრუზი არის შევაიტური მაგირანი და ასევე სხვა შორის მონიკა ბელუჩი და აი მალენა ქვია მგონი ფილმს ძალიან კარგად ჩანს როგორი არის შევაიტური მაგირანის ენერგია და მთელ ქალაქს და მთელი ქალაქის პატარა ქალაქის ცნობიერებას როგორ გარდაქმნის ეს ერთი ქალბატონი. ამ ეპიზოდისთვის გონი სულ ეს იყო. თუ რამე გამომჩა ან კითხვა გაგიჩნდათ აუცილებლად ველოდები კომენტარებში და ასევე კომენტარებში ველოდები თქვენს ინტერაქციას, რომ რამდენად დაინტერესდით ამ თემით, რადგან ახალი თემა არის ჩემს არხზე და ჩემი ძირითადი მიმდინარეობა არ ეხება ამ საკითხს და საქართველოს ბაზრისთვისაც ეს თემა ძალიან ახალია, არ ვიცი რამდენად არის დაინტერესება და ტყუილად რომ არ ვაკეთო ეს ეპიზოდები არ ვწერო, ამიტომ თქვენი ინტერაქცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, საიდანაც გადავწყვიტა მე გავაგრძელო თუ ჯერ არ არის ეს თემა მომწიფებული ჩვენთვის და ჯერ არ არის საჭირო ამის გაჟღერება. ეს თემა არის ძალიან ღრმა, ეხლა რასაც გიყვებით ეს ყველაფერი კიდე ძალიან ზედაპირია და ნელ-ნელა შემომაქვს კიდე ახალი ტერმინოლოგიები და უსაზღვრო თემა არის, ამიტომ ამ ხელაშრომის ჩადება ნამდვილად უნდა მიღირდეს და უნდა ვიცოდე რომ არის ამის დაინტერესება, ამიტომ ნუ მოგერიდებათ, დაკომენტარება და კითხვების დასმა.